გამარჯობა. დღეს ერთი საკმაოდ მოდი ვთქვათ პროვოკაციული კითხვა გვაქვს. თუ ახალი აღთქმის მთავარი იდეა ღმერთთან პირდაპირი პირადი ურთიერთობა, მაშინ რატომ ხედავთ დღეს ამდენ შუამავალს, ამდენ რიტუალს, სპეციალურ შესამოსელს და რთულ იერარქიას თანამედროვე ეკლესიებში? დიახ, ეს არის მთავარი კითხვა, რომლის გარშემოც ვტრიალებთ. და ამ კითხვაზე პასუხის საფოვნელად ჩვენი წყაროს მიხედვით საკმაოდ შორს უნდა წავიდეთ. დაახლოებით 2500 წლით უკან ქრისტეს მოსვლამდე პერიოდში. გასაგებია. ხო და ჩვენი დღევანდელი მიზენია, რომ გავყვეთ ამ ისტორიულ გზას, გავიგოთ, რატომ არსებობდა ძველი აღთქმის ეს რთული სამღვდელო სისტემა, რა დაემართა მას და ამ წყაროს ლოგიკით როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი დღევანდელობას. კარგი, ძალიან საინტერესოა. მოდით, დავიწყოთ. სანამ უშუალოდ ფარისევლებამდე მივალთ, რომლებიც ხოიცი ხშირად უარყოფით კონტექსტში გვხვდებიან, მინდა ლევიტელებზე კითხო. ანუ, ვინ იყვნენ ისინი თავიდან, რა იყო მათი ფუნქცია? ღმერთმა ხო სწორედ ისინი დაადგინა. ზუსტად. ყველაფერი იწყება ლევიტელებით. ლევის ტომი, ანუ აარონის შთამომავლები, ღმერთმა გამოარჩია ისრაელის 12 ტომიდან და მათ დაავალა წმიდა მსახურება. ანუ შუამავლები იყვნენ. დიახ, შუამავლები ღმერთსა და ხალხს შორის. მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება შეეწირათ მსხვერპლი, ემსახურათ ტაძარში, ესწავლებინათ რჯული, ეს იყო ღვთივდადგენილი პირდაპირი იერარქია. და წესით ეს სისტემა უცვლელად უნდა გაგრძელებულიყო, ხო? იდეაში კი. მაგრამ აი შენს მასალებში ვკითხულობ, რომ ქრისტეს მოსვლის დროს ლევიტელები ფაქტობრივად აღარ ჩანან ასეთი მნიშვნელოვანი ღვთივდადგენილი ინსტიტუტი უბრალოდ. გაქრა. ეს ხო წარმოუდგენლად დიდი რამეა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? აქ შემოდის ისტორიის ძალიან მღელვარე პერიოდი, რაზეც წყარო დიდ აქცენტს აკეთებს. საქმე იწყება ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებით. ეს არ იყო უბრალოდ სამხედრო ოკუპაცია, ეს იყო კულტურული ცუნამი, ელინიზმი. აჰა, ბერძნული კულტურა. ბერძნული ფილოსოფია, ენა, ცხოვრების წესი, რელიგიური შეხედულებები. ეს ყველაფერი უდიდეს გამოწვევად იქცა იუდეისთვის. ერთგვარი კულტურული ომი დაიწყო ფაქტობრივად. დიახ, და ამ ომს მოჰყვა პოლიტიკური ქაოსი. ალექსანდრეს იმპერია ხომ დაიშალა მისი სიკვდილის შემდეგ. მართალია. და იუდეა მუდმივი ბრძოლის ველად იქცა მის მემკვიდრეებს შორის. ამ გაუთავებელ ომებში, გადასახლებებში, შიდა არეულობაში ის თავდაპირველი წმინდა ხაზი. აარონის სამღვდელოება. დიახ, აარონის სამღვდელოება თანდათან დაიკარგა. გაეთქვიფა, გენეალოგიური ჩანაწერები აირია, მემკვიდრეობითობა დაირღვა, ლევიტელთა სამსახური როგორც ასეთი შეწყდა. მოიცა, ანუ ხალხი ღვთის მიერ დანიშნული შუამავლების გარეშე დარჩა, ამას რა მოხვა? ალბათ უდიდესი სულიერი კრიზისი იქნებოდა. უდიდესი. და ამ კრიზისს ჩვენი წყაროს მიხედვით კიდევ უფრო ამძაფრებს ერთი ფაქტორი, რასაც ის 400 წლიან სიჩუმეს უწოდებს. 400 წლიანი სიჩუმე. ხო, ძველი აღთქმის ბოლო წინასწარმეტყველის მალაქიას შემდეგ 4 საუკუნის განმავლობაში ისრაელს ახალი წინასწარმეტყველი აღარ ხოლია. ვაუ. წარმოიდგინე, რას ნიშნავს ეს ერისთვის, რომელიც მიჩვეული იყო ღმერთთან პირდაპირ დიალოგს წინასწარმეტყველების ხელით. თაობები იცვლებოდა და ღმერთი დუმდა. ამან წარმოშვა უზარმაზარი სულიერი ვაკუუმი. და ამ ვაკუუმის შევსება დაიწყეს ხვებმა, მაგალითად ფარისევლებმა. ზუსტად, ფარისევლები არსებითად ამ კრიზისის პროდუქტი იყვნენ. მათი ლოგიკა, როგორც ტექსტი აღწერს, დაახლოებით ასეთი იყო. ღმერთი იმიტომ დუმს, რომ საკმარისად მართლები არ ვართ. აჰა, ანუ უფრო მეტი უნდა ვქნათო. კი, თუ ჩვენ რჯულს არა უბრალოდ დავიცავთ, არამედ ზედმიწევნით, უკიდურესი სიზუსტით აღვასრულებთ, ღვთის კეთილგანწყობას დავიბრუნებთ. და მათ დაიწყეს მოსეს რჯულზე ახალი და ახალი წესების დამატება. აი ეს 616 დამატებითი კანონი, ხო? შენს ჩანაწერებში რამდენიმე მაგალითია, რომელიც მართალი გითხრა დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ უცნაურად ჟღერს. დიახ, ძალიან უცნაურად, მაგალითად, დააწესეს შაბათის მანძილი. ეს იყო დაახლოებით 950 მეტრი. ამაზე შორს წასვლა შაბათ დღეს ცოდვად იცვლებოდა. წარმოუდგენელია. ან მაგალითად შაბათს იგრძალებოდა ავადმყოფის განკურნება თუ ის სასიკვდილოდ არ იყო. ტანსაცმელზე ღილის მიკერებაც კი სამუშაოდ ითვლებოდა. ანუ მოსეს თავდაპირველი 10 მცნებისგან შემდგარი კანონი?
გადაიქცა ათასობით წვრილმანი წესის ლაბირინთად, რომლის დაცვაც უბრალო ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. ამან რჯული მძიმე ტვირთად აქცია. ესე იგი, ქრისტეს მოსვლას ჩვენ გვაქვს სურათი, სადაც ღვთივდადგენილი მღვდლობა გამქრალია. ღმერთი 400 წელია დუმს და რელიგიურ ავტორიტეტს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებმაც რჯული გაართულეს. ამ ფონზე მაშინ რა აზრი ხონდა თავად რჯულს? თუ მისი შესრულება შეუძლებელი იყო, რისთვისგან მისცა ღმერთმა ის თავიდანვე. და ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი პუნქტი ამ მასალაში. წყაროს არგუმენტით რჯულის მთავარი ფუნქცია არასდროს ყოფილა ადამიანის ხსნა. მისი მიზანი იყო ყოფილიყო ერთგვარი სარკე. სარკე. ანუ, როცა ადამიანი რჯულს უყურებდა, მას უნდა დაენახა არა ის თუ როგორი კარგია, არამედ ის, რომ ამ კანონების სრულყოფილად შესრულება მისთვის შეუძლებელია. გასაგებია. რჯულს უნდა ეჩვენებინა ადამიანისთვის მისი ცოდვილი ბუნება და გაეჩინა მასში მხსნელის მესიის მოლოდინი. ის მუდმივად უნდა შეგეხსენებინა, რომ შენ თვითონ ვერ უშველი საკუთარ თავს, გჭირდება ვიღაც სხვა. გამოდის, მსხვერპლშეწირვის რიტუალებიც ამას ემსახურებოდა. ეს არ იყო ცოდვების რეალური გამოსყიდვა. ტექსტის მიხედვით არა. ეს იყო რწმენის დემონსტრირება. მომავალზე მითითება. როცა ადამიანს ცოდვის გამოსასყიდად კრავი მიჰყავდა, ეს იყო სიმბოლო. სიმბოლო იმისა, რომ მას წამდა მომავალი მესიის, ღვთის კრავის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოისყიდდა კაცობრიობის ცოდვას. ანუ თითოეული რიტუალი იყო, რა ქვია იმას, მაჩვენებელი. კი, მაჩვენებელი, რომელიც მომავალ რეალურ მოვლენაზე მიუთითებდა. მთავარი სწორედ ეს მოლოდინი იყო. ის სრულის. ანუ, მთელი ეს ძველი სისტემა იყო ერთგვარი გიგანტური ტრეილერი მომავალი ფილმისთვის. და აი, მოდის ქრისტე. გამოდის, რომ ის მოვიდა, რათა ეს ყველაფერი გაეუქმებინა. აი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა. როგორც წყარო ამბობს, ქრისტე მოვიდა არა გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად. ამ ორ სიტყვას შორის უდიდესი განსხვავებაა. კარგი. მოდი ეს უკეთ ავხსნათ. რა განსხვავებაა გაუქმებასა და აღსრულებას შორის ამ კონტექსტში? წარმოიდგინე შენობა, რომელშიც შენდება არქიტექტურული ნახაზის მიხედვით. კი ბატონო. ნახაზი, ანუ ბლუფრინტი, არის კანონი, რიტუალები, მღვდლობა. ის დეტალურად აღწერს, როგორი უნდა იყოს საბოლოო შენობა. გასაგებია. როდესაც შენობა სრულდება, ამ შემთხვევაში, როცა ქრისტე მოდის და თავის მსხვერპლს წირავს, შენ ნახას აღარ უყურებ. ნახაზი თავის ფუნქციას ასრულებს. ანუ, მას არა აუქმებ, არ ხევ და არ წვა. პირიქით, პატივს სცემ, რადგან მისი მიზანი აღსრულდა, შენობა აშენდა. შესანიშნავი ანალოგია. ესე იგი, ქრისტეს მოსვლის შემდეგ ამ მაჩვენებლებს, რიტუალურ მსხვერპლს, ლევიტელთა სამღვდელოობას აზრი დაეკარგა, რადგან ის, რაზეც ისინი მიუთითებდნენ, უკვე მოხდა. ზუსტად. წყაროს თანახმად, ქრისტე იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო რჯულის ყველა მოთხოვნის სრულყოფილად შესრულება, რადგან უცოდველი იყო. მისი მსხვერპლი იყო საბოლოო, ერთადერთი და განუმეორებელი. მან ყველა წინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი აღასრულა და შესაბამისად დაასრულა. ამიტომაც დაიდო ახალი აღთქმა. დიახ, ახალი შეთანხმება ღმერთსა და ადამიანს შორის, რომელიც უკვე არა რიტუალების შესრულებაზე. არამედ პირად რწმენაზეა დაფუძნებული. ხო, შუამავალი საჭირო აღარ არის, რადგან ამ თეოლოგიის მიხედვით ქრისტემ გახსნა პირდაპირი წვდომა ღმერთთან ყველასთვის. კარგი, გასაგებია. ჩვენ დავხატეთ ისტორიული სურათი, როგორ გაქრა ლევიტელთა სისტემა, როგორ აღსრულდა რჯული და რიტუალები, მაგრამ აი აქ ვუბრუნდებით ჩვენს თავდაპირველ კითხვას. ამ ყველაფრის მოსმენისას უბრალოდ არ შემიძლია არ ვიფიქრო იმაზე, რასაც დღეს ვხედავთ ეკლესიაში. თითქოს რაღაც შეუსაბამობაა. მესმის. თუ ძველი სისტემა დასრულდა, რატომ გვაქვს დღეს ისევ მღვდლები, განსაკუთრებული შესამოსელი, აღსარების რიტუალი, დადგენილი მარხვები? წყარო ამაზე რას ამბობს? და ეს არის ფაქტობრივად მთელი ამ მასალის კულმინაცია და ყველაზე კრიტიკული ნაწილი. წყარო პირდაპირ ამტკიცებს, რომ თანამედროვე მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების პრაქტიკა თავისი არსით არის ძველი აღთქმის სამღვდელო სისტემის რეფორმირებული ან განახლებული ვერსია.
ანუ იმ სისტემის დაბრუნება, რომელიც ამ ლოგიკით ქრისტემ უკვე დაასრულა. კი, მისი მტკიცებით ზუსტად ეგ არის. საკმაოდ თამამი განცხადებაა. კონკრეტულ მაგალითებს თუ ასახელებს. დიახ, და საკმაოდ ბევრს. მაგალითად, გამოყოფილი სამღვდელო კლასი, რომელიც ატარებს სპეციალურ შესამოსელს, რითაც ისინი გამორჩეულნი არიან მრევლისგან, ისევე როგორც ლევიტელები. მართალია. ცოდვების აღიარება მღვდელთან, როგორც შუამავალთან, ნაცვლად ღმერთთან პირდაპირი დიალოგისა. დადგენილი მარხვის დღეები და კალენდარი, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა. ნაცვლად ინდივიდუალური სულიერი გადაწყვეტილებისა. კი, წყარო ამ ყველაფერს აბსურდულსაც კი უწოდებს ახალი აღთქმის კონტექსტში და ამბობს, რომ ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი სისტემები, რომელსაც ართულებენ ღმერთთან პირდაპირ კავშირს. მე მესნის, რომ ვიღაცამ შეიძლება იკითხოს. იქნებ ეს არ არის ძველის დაბრუნება. იქნებ ეს არის ტრადიციის შენარჩუნება, რომელიც საზოგადოებას და ერთობას აყალიბებს. ამ არგუმენტს წყარო როგორ პასუხობს? ამაზეც აქვს პასუხი, განსაკუთრებით როცა მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს ადარებს. ტექსტი კათოლიკურ ეკლესიას ახასიათებს როგორც ინტერნაციონალურ ცენტრალიზებულ სტრუქტურას. რომის გარშემო. დიახ, ხოლო მართლმადიდებლობას მისი შეფასებით ფუნდამენტალურად ნაციონალისტურ ფენომენად განიხილავს. ნაციონალისტურს რას გულისხმობს, რომ ის ეროვნულ იდენტობასთანაა გადაჯაჭვული? დიახ, ზუსტად. წყარო ამტკიცებს, რომ ეკლესიებმა, როგორიცაა ქართული, რუსული, ბერძნული თუ სერბული, ეროვნული ისტორია, კულტურა და ტრადიციები იმდენად შეურწყეს რწმენას, რომ ხშირად ძნელი გასარჩევია, სად თავდება ერთი და იწყება მეორე. გასაგებია. ამის გამო, ამტკიცებს ავტორი, რწმენა ხდება არა იმდენად პირადი ურთიერთობა ღმერთთან, არამედ კონკრეტული ერის, კულტურისა და კოლექტიური ორგანიზაციის წევრობის ნაწილი. ანუ ამ ლოგიკით იყო კარგი ქართველი ავტომატურად ნიშნავს, რომ ხარ მართლმადიდებელი და პირიქით, ეს კავშირი წყაროს აზრით პრობლემურია. დიახ, პრობლემურია, რადგან მისი მტკიცებით ხსნა და რწმენა არის ღრმად ინდივიდუალური აქტი, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული შენს ეროვნებაზე, კულტურაზე ან რომელიმე საეკლესიო ორგანიზაციაში ფორმალურ წევრობაზე. ესე იგი, ჩვენ საკმაოდ დიდი და რთული გზა გავიარეთ. დავიწყეთ ფარისევებლის მიერ დამატებული 617 კანონით, ვნახეთ როგორ გაქრა ლევიტელთა სამღვდელოება ისტორიულ ქაოსში და ბოლოს მივედით წყაროს მთავარ არგუმენტამდე, რომ ქრისტეს მოსვლამ აღასრულა და დაასრულა მთელი ეს რიტუალური სისტემა. ხო, და ამ ფონზე თანამედროვე საეკლესიო იერარქიები და რიტუალები ამ ტექსტის მიხედვით არის ნაბიჯი უკან. მოკლედ რომ შევაჯამოთ. საბოლოო ჯამში, რაზე ჩამოვდივართ იცი, რომ ამ წყაროს თანახმად ძველი აღთქმის კანონი და სამღვდელოება იყო დროებითი ხარაჩო, იმ შენობის ასაგებად, რომელსაც ახალი აღთქმა ქვია. და როცა შენობა დასრულდა, ხარაჩო უნდა მოხსნილიყო. ზუსტად. ახალი აღთქმით კი ღმერთთან ურთიერთობა ხდება პირდაპირი და პიროვნული, რომელიც ეფუძნება მხოლოდ რწმენას და არა შუამავლებსა და რიტუალებს. მაშინ ამ ყველაფრის შეჯამებისას მინდა დაგისვამ ერთი საბოლოო კითხვა, რომელიც მთელი ამ ანალიზის შემდეგ ჩნდება და რომელზეც ალბათ შენს დაფიქრდები. თუ როგორც ეს მასალა ამტკიცებს, რწმენა აბსოლუტურად პირდაპირი და ინდივიდუალური ურთიერთობაა ღმერთთან, მაშინ რა ადგილს იკავებს ამ გზაზე საზოგადოება, ერთობა და საერთო ტრადიცია? შესაძლებელია თუ არა, რომ სრულიად მარტო მიერო ამ გზაზე, თუ ადამიანები მაინც სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთი გვჭირდება თუნდაც რთმენაში.